მოგესალმებით ჩემი ეზოდან მუშაობის პროცესიდან ვიღაცას რომ გონია მე მარტო ლექციებს ვკითხულობ ჭყალებში ეს ნამდვილად ასე არ არის სახლშიც დიდი სიამოვნებით მუშაობ ხოლმე ფიზიკურადაც და ვისაც ფიზიკური შრომა ეთაკილება და დამცირება გონია, ის ადამიანი მე მაგალითად ქრისტიანად და ზოგადად ადამიანად არ მემაჩნია. ისე საინტერესო რაღაცეები წერია ძველ ჩანაწერებში, საუბარია იმაზე, რომ ადამი და ევა როცა გამოაძევეს თავიანთი ცოდვის გამო ედემის ბაღიდან, ადამმა მიირთვა ერთი ვერსიით სოკო, მეორე ვერსიით სხვა სცენარეები და ამის გამო ის გახდა ცუდად, ვინაიდან ედემის ბაღის სცენარეებს იყო მიჩვეული და ედემის ბაღის მიღმა საკვები მისმა ორგანიზმმა ბრჭყალებში არ მიიღო და მოწამლა. ამის მერე ამ ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ევა ევედრება უფალს, რომ გამოუჯამთელოს მისი მეუღლე ადამი. რასაკვირველია ადამი გადარჩა. ადამიანის ნებისმიერი ორგანო ბუნებასთან არის დაკავშირებული, დაწყებული ტვინიდან დამთავრებული ხელის გულით. ტვინი გავს ნიგოზს და სხვათა შორის რჩევა მექნება თუ კი გინდათ რომ ტვინის მუშაობა გაუმჯობესდეს, მიიღეთ ნიგოზი ნორმის ფარგლებში. აი ასეთია ადამიანი არ არის მაიმუნის ნაშიერი, ადამიანი არის ბუნების ნაშიერი და ღმერთმა ადამიანი შექმნა მიწისგან, თიხისგან, ანუ დედამიწისგან. შესაბამისად ქმნილება ადამიანი არის ბუნების შვილი. ბუნების შვილად უნდა დარჩეს მომავალშიც და არ უნდა იყოს გამოკეტილი 4 კედელს მიღმა ვირტუალურ გარემოში. ჩაისუნთქეთ ჟანგბადი და უფრო მეტად იქნებით ჯანმრთელები. კი ნუ ჩაისუნთქავთ ავტომობილის კვამლს ან სხვა კვამლს, რომელიც თქვენს ორგანიზმს დააზიანებს. აი ეს არის რჩევა, რასაც მე დიდი სიამოვნებით გაძლევთ ხოლმე ჩემს მაყურებელს. ყველა გამომწერს ან არა გამომწერს. მე ადამიანებს არ ვყოფ გამომწერებად და არა გამომწერებად. არასდროს არ მithქვამს ადამიანებისთვის, რომ გამოიწერე არხი თორე არ გიპასუხებ. თუ გამოიწერთ, უფრო მალე ნახავთ ჩემს ვიდეოებს. თუ არ გამოიწერთ, მოგვიანებით ნახავთ და ეგ თქვენზეა დამოკიდებული. როდის გინდათ ვიდეოს ნახვა, როცა დავიწყებ მუშაობას, მერე არ ვამთავრებ ხოლმე მუშაობას და ქანს გამოცლილი ბრუნდები ჩემს ოთახში. ქართველები ასეთები ვართ. ზარმაცები, ნიჭიერები, მაგრამ თუ რამეს მოვკიდებთ ხელს, აუცილებლად დავაგვირგვინებთ, მანამდე არ მოვისვენებთ. ადამიანს არასდროს არ უნდა ეთაკილებოდეს ფიზიკური შრომა. ამით არაფერი არ გაკლდება პირიქით. აქ ირგვლივ თხილია, ამიტომ ყურძენი რომ იყოს და ვენახი დაგლოცავდით და თხილით, რა ვიცი, როგორ დაგლოცოთ, არ ვიცი. ჩვენმა შემოქმედმა დაგლოცოთ, აი ასეთი დალოცვა მექნება თქვენთვის. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. ადამიანს აძლიერებს ლოცვა და შრომა. ხართეძოზე წამოწოვლა ადამიანს დამართებს დეპრესიას. ლოცვა და შრომა ადამიანს დაეხმარება თავისი ნამდვილი ჭეშმარიტი ბუნების აღმოჩენაში. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ. მე ერთი ჩვეულებრივი ქრისტიანი მართლმადიდებელი ქართველი ვარ. თქვენნაირი, თქვენიანი.